ქებულის პროფესიონალები იატაკის გათბობას ამზადებენ. დავიწყეთ სამუშაოები იატაკის სამზარეულოში იატაკის გათბობით. იატაკის გათბობა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მთავარი არის ფილა საიზოლაციო, რომელიც არის წყალმედეგი და შესაბამისად სინესტეს ვერ აიღებს. ეს ძირითადად თამაშობს თბოიზოლაციის როლს, რათა არ გადაცეს ტემპერატურა ქვევით და არ მოხდეს დანაკარგი ტემპერატურის. შემდეგ საიზოლაციო ფილაზე მაგრდება სპეციალური სამაგრები, რაშიც მაგრდება უკვე უშუალოდ მილები, მეტალოპლასტიკის მილები, რომლის ძირითადი კომპონენტი არის ალუმინი. ალუმინი თამაშობს როგორც სითბოს გადაცემის ფუნქციას, ასევე ჟანგბადისგან იცავს და ჟანგბადის მინერალები არ ხვდება წყალში, რაც მომავალში უკვე თელ სისტემას იცავს კოროზიისგან და თავდება ბოლოს უკვე სპეციალური ბადით, რომელიც არმირების როლს თამაშობს, რათა არ მოხდეს ბზარების წარმოქმნა მომავალში უკვე მოჭიმვაში. მე მაქვს ერთი შეკითხვა. ანუ როდის შეიძლება უკვე რომ გავაკეთოთ მოჭიმული იატაკი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რაღაც სამუშაოები უკვე გავაგრძელოთ და მჭირდება თქვენგან თანხმობა და დროის ცოდნა. დილიდან თუ დაიწყებთ უკვე დასუფთავებას, დასუფთავების შემდეგ ჩვენ დაგჭირდება რამოდენიმე საათი, რომ დავასრულოთ მთელ სახლში პირველ სართულზე მიგაყვანილობა. შესაბამისად, იმ ოთახებიდან დავიწყებთ, რომელი ოთახებზეც გადაწყვეტავთ მოჭიმის მოწყობას. ნუ ფაქტიურად ჩვენ ვაპირებთ ალბათ სამზარეულო ზონიდან მოჭიმული იატაკის დაწყებას. ვინაიდან იქ გამზადებულია. ხო მართალი ვარ? სამზარეულო მზად არის. დილიდან შეგიძლიათ აქ დაასხათ უკვე. ძალიან კარგი. ანუ ვჯდებით მითითებულ ვადებში, ოპერატიულად მუშაობთ და არ გვაფერხებთ.